საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების მეტოქების შესარჩევ ეტაპზე მასპინძელი ესპანეთის, ნორვეგიისა და მონტენეგროს გუნდები იქნებიან. კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპი კი ავსტრიაში 24 ივლისიდან 3 აგვისტომდე გაიმართება. ქართველი ხელბურთელები პირველ შეხვედრას საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 აპრილს მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებენ. შედობით ბედნიერი მგზავრობა უსურვდა წასვლა და წამოსვლა, ხოლო რაც შეეხება იქ წარმატებები შედარებითი იქნება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის მართლაც რთული. შეიძლება თუ დიდი ტრადიციის ქვეყნები ყავს ჯგუფში, მაგრამ იმ დიდ გამოცდილებას შეიძენენ, რომელიც საწინდარი იქნება შემდეგ ეროვნული ნაკრებისათვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაკრები გუნდები დავაბრუნოთ ევროპულ ხელბურთში, ტურნირებში. რა თქმა უნდა, კენჭისყრის შედეგად ძალიან მძიმე ქვეჯგუფია, ეს არის ესპანეთი, მასპინძლები, ეს არის ნორვეგია, ეს არის მონტენეგრო. გუნდი განწყობილია საბრძოლოდ და იქნება მე ვარ დარწმუნებული, რომ ისინი იბრძოლებენ. ძალიან რთული ჯგუფი ყავს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ყველა ვარიანტს ჩვენ მივდივართ საბრძოლველად. ვეცდებით ჩვენი მაყურებელი და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. შეკრებამ ჩაიარა, შეიძლება ითქვას ბრწყინვალედ.